ამაღლობელი მხარდამჭერები, მოქალაქეები, ჟურნალისტები, მუსიკოლოგები, ხარეს რუსეთის ინსპექტორი, პაკისტანს ხარ უნდა იყოს მოსაროდრელი, ქალი რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყოს, სამართლინო, ამ წინა ხელისუფლების წინა რეჟიმის, ამ რეჟიმის დროს სახელიც არ ჰქონდა თვითონ პირველ წლებში, როგორ გაგაიტანეს ამ სასამართლოში. რუსი ასამართლებს მზიას, რუსი. ავტომობილი გამო ეს არის სავარავი ბარია პროკურორები რომლებიც უსამართლო სასამართლო ცეცხლი ოლიგარქიას სამართლინოებო ამ ქვეყანაში ცხოვრება არ გინდათ რეჟიმი რომ აღარ გეყოლებათ ხო გინდათ რომ გამახვიდეთ დამნაშავეები პოლიცია მობილიზებული შესწრებოდა გაქვს თუ არა სურვილი ორი სიტყვით რომ გითხრათ თავისუფლება მზიას დამიჭირე რა ვამბობ საკმარისია გაეყვანა დახტი განცხადებას გააკეთებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გარკვეულწილად თქვენ დაესწარით სიამოვნებები და მე მგონი რომ დღეს არავის არ ქონდა თავისუფლება მზიას მოლოდინი რომ დღეს ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანდა იმ განთავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდებოდა. მე მინდა გამოვთქვა აქა ჩემი სრული პატივისცემა მზიას მიმართ, რომელმაც დღესეც გვიჩვენა თავისი ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს, რაც მიუსაჯეს მათ დატოვეს ძალაში ის საზრელი, რომელიც